რომ შეამცირა მკვეთრად მწვავე კეისების დაფინანსებას, რაც გამოიწვია არსებული სამი განყოფილებების დახურვა თბილისში. და შედეგად პაციენტები მწვავე, ეგრეთ წოდებული მწვავე პაციენტები დარჩნენ სერვისის გარეშე. ანუ არ მოხდა ალტერნატიული სერვისების მიწოდება, მაგალითად სათემო სერვისების განვითარება თბილისში, არ მოხდა ალტერნატიული სქემის შემუშავება, ანუ ეს მოხდა დაუგეგმავად და შედეგად ვიღებთ ის, რომ თბილისში ამჟამად ორი არსებული ფსიქიატრიული დაწესებულება გადატვირთულია და ბევრი პაციენტი დარჩა სერვისის გარეშე. აი ალტერნატივა ასეთი, ან უნდათ ესე იგი არის საჭირო გადაყვანა რეგიონალურ დაწესებულებებში, ან დარჩებიან ქუჩაში ყველანაირი სერვისის გარეშე. რა ჩვენ ვამოწმებდით, რამდენი დრო რჩება პაციენტი საავადმყოფოში. მეც ვამოწმებდი პირადად, ვიტრო მონიტორი ვიყავი მონიტორინგის დროს. ერთი შემთხვევა ასეთი დაფიქსირდა ქავთარაძის საავადმყოფოში, სადაც ეს არის სახალხო დამცველის ანგარიში ნათქვამი, სადაც ექიმი წინასწარ გეგმავდა, როდის მოხდება მწვავე პაციენტის გაწერა, რაც არ არის, რა თქმა უნდა, პაციენტის ინტერესებში, არამედ ზუსტად ფინანსური მიზეზების გამო ხდება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ სახელმწიფოს უნდა გარკვეული რეფორმის ჩატარება, ცდილობთ უნდა ხდებოდეს კონსულტაციები და დაგეგმვა სწორი, იმიტომ რომ ასეთი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა წინასწარი კონსულტაციების გარეშე პაციენტებთან, მშობლებთან, მენეჯერებთან, საავადმყოფოების ფსიქიატრებთან, აი შედეგად ვიღებთ ამ მდგომარეობას. ეს არ იყო მხოლოდ შემცირება თანხების, იმიტომ რომ გაიზარდა ქრონიკული კეისების დაფინანსება, მაგრამ შედეგად ვიღებთ რეგიონალური საავადმყოფოების გაძლიერებას და სამი მრავალპროფილურ საავადმყოფოებში ფსიქიატრიული განყოფილების დახურვას. და დეინსტიტუციონალიზაციისთვის ეს არ არის სასურველი, იმიტომ რომ როცა ადამიანები არიან ჩვეულებრივ მრავალპროფილურ საავადმყოფოებში, ეს ამცირებს სტიგმას, ანუ არ არიან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, არამედ ჩვეულებრივ საავადმყოფოში. ეს ესე იგი აწოდის, ანუ შესაძლებელია მათთვის ხარისხიანი სომატური ჯანმრთელობის სერვისის მიწოდება. ანუ რეგიონალურ საავადმყოფოში ძალიან ხშირად ხდება ის სტომატოლოგთან დაკავშირებული პრობლემები, ზოგადად სომატური ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და გართულებულია პაციენტის დროული გადაყვანა ჩვეულებრივ საავადმყოფოში. ანუ როცა ადამიანი არის ჩვეულებრივ საავადმყოფოში, მრავალპროფილურ საავადმყოფოში, უფრო შესაძლებელია დროული გადაყვანა და დროული მოგვარება ამ პრობლემის. დაგეთო ამ ფსიქიატრიული საავადმყოფოების ძალიან სულიდან, რომ მათ არის ფსიქიატრიული დაავადებები ხალხი და რომ დაგეთონ საწავლიდნენ ეს ხალხი. ამიტომ მიმართავ ჯანდაცვის სამინისტროს ხოთ აღადგინოთ ისე ფსიქიატრიული საავადმყოფო